ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის რენესანსი, ოქროს ხანა საქართველოს ისტორიაში, თამარის ეპოქა და მისი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ვარძიის სამონასტრო კომპლექსი. კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქი 600 ოთახითა და 12 იარუსით, 15 ეკლესიითა და ქუჩებით, მოედნებით, მარნებითა თუ სათათბირო დარბაზებით. მეფე თამარის საყვარელი რეზიდენცია, საიდანაც დაძრულა მუსლიმანთა კოალიციის ლაშქართან შესარკინებლად ქართველთა ჯარი ბასიანის ბრძოლაში. სწორედ ვარძიის სახელს უკავშირდება ყველა ის ძლევამოსილი ომი, რომელსაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. დღეს უკვე ვარძიას ქალაქ-მუზეუმის სტატუსი აქვს მინიჭებული და ის საქართველოს ისტორიულ ღირსშესანიშნაობათა გრძელ სიაში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს. შესაბამისად, ეს ის ადგილია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს. მხატვრული კულტურის ძეგლი, რომლის გასაოცარი მშვენიერება არ შეიძლება ყურადღების მიღმა დატოვოს საქართველოში და არა მარტო საქართველოში მცხოვრებმა არც ერთმა ადამიანმა. თუმცა კომპანია ავერსის თანამშრომელთა ვარძიაში ჩამოსვლის მიზეზი მხოლოდ ისტორიული ღირსშესანიშნაობის დათვალიერება არ ყოფილა. ავერსელების მთავარი მიზანი იმ მოსახლეობის დახმარება გახლდათ, ვინც ისტორიული ჯავახეთის ტერიტორიაზე ბინადრობს და ასეთ ძალიან საჭიროებს ყურადღებას. დღევანდელი ჩვენი აქცია, ჩვენი ტრადიციის გაგრძელებაა, როგორც იცით, ავერსის კლინიკა და ავერსი ფამა ერთობლივად აწყობს აქციებს მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის. იყო ჩვენი აქციები ხევსურეთში, თათუშეთში, ახლა წამოვედით სამცხე-ჯავახეთში და ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 სოფლის მოსახლეობა მოვიწვიეთ. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაგვითმო შენობა, მუზეუმის შენობა, გავმართეთ ჩვენი აპარატურა და მოსახლეობის შემოწმებას ვახორციელებთ. ეს აქცია არის ტრადიცია უკვე ავერსის და ავერსის კლინიკის ერთობლივი აქცია. ჩვენ მესამე გასვლა გვაქვს, უკვე ვიყავით შატილში, ვიყავით თუშეთში და ეხლა ვართ სამცხე-ჯავახეთში. ეს არის ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ადამიანებს ეხმარები, ჩვენ მათ გადავცემთ კიდევ პირველადი დახმარების მედიკამენტს. ეს არის ძალიან გასახარებელი ჩვენთვის. ის რასაც ჩვენ ვხედავთ, აქ როდესაც ჩამოვდივართ შატილში, თუშეთში, იგივე ვარძიაში ვართ დღეს, არის ის, რომ პაციენტების უმრავლესობა ძალზე მოკლებულია ესეთ მომსახურებას, ამიტომ მათთვის ექიმის გასინჯვა, პროფილაქტიკური იქნება ეს თუ სადკივარით, ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გადავცემთ მედიკამენტების საკმაოდ დიდ ჩამონათვალს, რაც ასევე ძალზე უხარიათ პაციენტებს და ძალზე სჭირდებათ, რაც მთავარია იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა მეტნაკლებად იყოს კარგ მდგომარეობაში. აქ მოსახლეულია საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობის, რამოდენიმე სოფლის, 4-5 სოფლის მოსახლეობა. მომართვენობა საკმაოდ მაღალია, პაციენტები გამოხატავენ დიდ კმაყოფილებას, სიამოვნებას იმის გამო, რომ მათ მიიღეს სრულყოფილი, თანამედროვე, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ისინი აღიჭურვენ მედიკამენტებით, ციხომცივი და რთული ზამთარია და ვფიქრობ, რომ ეს მათთვის ძალზე სასიამოვნოა. ეს ავერსის ერთ-ერთი მორიგი აქცია და კიდევ ერთი ჩვეული, კეთილი საქველმოქმედო საქმიანობა. ვინც მოიფიქრა ეს აქცია იმას ღმერთმა გაუმარჯოს. აქამდე უნდა ყოფილიყო. და ხშირად რო იყოს უკეთესი იქნება. ხოლოდ რეგიონებში ეს არის მუზეუმი. აქ მაცხოვრებელი ხალხი ნაკლებია. მოსვლა სჭირს. უნდა იყოს რეგიონებში, რაიონებში, სოფლებში. აქ სოფელი არ არის, მაცხოვრებელი ნაკლებია. და იქნება უმაღლესი. ძალიან კარგი იქნება. ჩემი ცხოვრება რო იტყვია ნემსწამლებშია გასული და მადლობელი ვარ აი ასეთ ყურადღებისთვის. მეტი რაღა ვთქვათ, მადლობა და მადლობა. ძალიან ყოფილები ვართ, გასინჯვით, პედიატრით, ძალიან კარგად დაგვეხმარნენ. ეხოსკოპიაც ძალიან კარგი იყო, მედიკამენტებიც, ყველაფერი ეს და ხშირად რო ჩატარდეს, ნამდვილად კარგი იქნება მოსახლეობისთვისაც. რა ვიცით, აბა ხშირად აქეთ გვაკლია მაინც ასეთი შემოთავაზებები და ასეთი გასინჯვები და რა ვიცი.
უფრო დარწმუნებულები ვიქნებით ყოველ შემთხვევაში ხშირად მაინც რომ რა გვაწუხებს და რა არა. მადლობა ავერსის რომ ასეთი კარგი სამსახური გაგვიწია. ყოფილი ვართ რომ მოხერხდა ასეთი წამლების საჩუქრად მოცემა. ვერ ვახერხებთ თბილისში ჩასვლას რომ გამოვიკვლიოთ, რაც რომ საჭირო იყო ჩვენთვის ყველაფერი. დიდი მადლობა, კარგად გადამოგვეცეს, კარგად გაგვსინჯეს. ყოფილი ვართ ყველანაირად. მადლობთ ასეთი ყურადღებისთვის. ოფთალმოლოგიაში რაც პირველად დახმარება რაც აღმოუჩინა დაუნიშნეთ სათვალეები პაციენტებს პირველადი შემოწმება ჩატარდა პაციენტებიც კმაყოფილნი არიან და ჩვენც ექიმები. მადლობას უხდით პირადად პაატა კურტარიძეს, მადლობას უხდით მთელ კოლექტივს და მადლობას უხდით განსაკუთრებით პეტრიაშვილ გიორგის თვალის ოპერაციას ვაკეთებს ლამაზად. და რამდენსაც გაუკეთა ყველა კმაყოფილია. მაგრამ პირადად მე კმაყოფილი ვარ, ორივე თვალზე გამიკეთა ოპერაცია, კმაყოფილი ვარ 100%-ით. მერტმა გაუმართლოს ყველა პერსონალს. ჩვენ აქციებს იცით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვაქვს კლინიკა და აქციებს სოფლებში ჩატარებას მიჩვეულები ვარ. თუმცა მაღალ მთიან სოფლებში აქციის ჩატარებას სხვა შნოავს და სხვა დატვირთვა აქვს. ჯერ ერთი რომ ჩვენ მოგმართავენ პაციენტები ესეთ მაღალ მთიან სოფლებში, რომლებიც წლების განმავლობაში არ ყოფილან ექიმთან და მათ ეს დახმარება აუცილებლად ესაჭიროებათ. გარდა ამისა, ეს არის მხარე, სადაც ცხოვრობს ძიძველი ქართველი მოსახლეობა, რომელთა ცხოვრების პირობები არც თუ ისე მსუბუქია, აქედან გამომდინარე, ყველა ქართველის ვალია რომ შეიტანოს წვლილი იმისათვის, რომ აქაური მოსახლეობა ცხოვრობდეს აქ, იყოს ბედნიერი და იყოს ჯანმრთელი. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ძალიან მცირედი წვლილი შეგვაქვს ამაში. ავერსის კლინიკის ექიმები, ოფთალმოლოგიური, ულტრასონოგრაფიული, ნევროლოგიური, პედიატრიული, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები შესაბამისი აპარატურითა და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მედიკამენტების ვრცელი არსენალით. ასეთი გახლდათ ის მრავალფეროვანი დახმარება, რომელიც სამცხე-ჯავახეთის 5 სოფლის უკიდურესად გაჭირვებულმა მოსახლეობამ ავერსისგან მიიღო. ჩვენ ყოველ აქციიდან აქციამდე ვზრდით მედიკამენტების რიცხვს. პირველად ქონდა სხვათა შორის 16 დასახელების, შემდეგ 22 დასახელების და ახლა არის 26 დასახელების მედიკამენტი. თითქმის ყველა საჭირო მედიკამენტია. ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტიკები, წნევის დამწევის საშუალებები და ასე შემდეგ 26 დასახელების. მადლიერების გამომხატველი სიტყვები, მადლიერი თვალები და ადამიანები, ვინც მიიღო ის, რასაც ასე ძალიან საჭიროებდა. აი ეს მთავარი სტიმული, რომლის გამოც ავერსის საქველმოქმედო მოღვაწეობის არეალი დღითიდღე უფრო ფართოვდება და საქართველოს ყველაზე მიყრუებულ, მივიწყებულ რეგიონებს წვდება. წვდება ყველა იმ ადამიანის ოჯახს, ვინც ელის დახმარებას აღწევს იქ, სადაც ასეთი დეფიციტური და თანაც აუცილებელია სამედიცინო მომსახურება. სწორედ ამის გამო ეწვიენ ავერსელები ვარძიის დედათა მონასტერსაც, სადაც მათ უკვე კარგად იცნობდნენ. ავერსა და საპატრიარქოს შორის გაფორმებული მემორანდუმის წყალობით ხომ ქვეყნის სასულიერო პირები წლების განმავლობაში იღებენ უსასყიდლო მომსახურებას ავერსისგან, თუმცა დღევანდელი სტუმრობა სამედიცინო მომსახურების გაწევით არ დასრულებულა. ავერსელები მონასტრის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაერთნენ და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარნენ კიდეც ბერმონაზვნებს სამეურნეო საქმიანობაში.
ასეთ ასრულდა ავერსის ორდღიანი საქველმოქმედო მივლინება შორეულ ჯავახეთში. მადლიანი საქმის გაკეთების შემდეგ დრო კულტურული დასვენებისთვისაც დარჩა. კლდეში ნაკვეთ ქალაქში ექსკურსიამ ავერსელებს ისტორიული მოგზაურობის საშუალება მისცა და კიდევ ერთხელ გააცოცხლა მათ წინაშე ქვეყნის წარსული. ერთის მხრივ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს მეტნაკლებად საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის უკეთესობის საქმეში, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენთვისაც ძალზე სასიამოვნოა ესეთი ლამაზი ისტორიული მნიშვნელობის კუთხეების დათვალიერება. მართლაც ძალიან დიდი სიამოვნება ამ ისტორიული მხარეების ნახვა. აქედან გამომდინარე ხალხსაც ვეხმარებით და პროპაგანდასაც უწევთ იმას, რომ გავითარდეს ქვეყანაში ტურიზმი, ადგილობრივი ტურიზმი და ყველა ქართველს მოუწოდებ, რომ ნახოს ეს მხარე. ვისაც არ აქვს ნახე. მე და მთელი ჩვენი გუნდი აღფრთოვანებული ვართ იმ სილამაზეთ, რაც აქ სუფევს.